ეს ჩაიქლება ისტორიაში ყველაზე დიდ ტროლინგის მოვლენად. და რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობს WNBA-ზე და ამ კაცზე. მისი სახელი არის NSI, ის არის NBA-ის მოთამაშე. ის დაახლოებით 6 ფუტი და 7 ინჩია, თურქეთიდან ან რაღაც მსგავსი. და მან გადაწყვიტა, რომ თავად დაიცვას ის ქალები, რომლებიც წინააღმდეგი არიან ტრანსქალი სპორტსმენების მათ სპორტში მონაწილეობას. სიურპრიზი. და მან ეს გააკეთა იმით, რომ განაცხადა, რომ ქალია და რომ ის დრაფტზე გავა WNBA-ში. მაგრამ ეხლა ეს კიდევ უფრო სკანდალური გახდა, რადგან ის ახლახან გააძევეს ორმაგი NBA თამაშიდან ამ მაისურით. ქალი, ზრდასრული, ადამიანი, მდედრი. და რა თქმა უნდა, აქ საერთოდ არანაირი ტროლინგი არ ხდება. მოდით ვნახოთ რა მოხდა რეალურად ამ ღონისძიებაზე და დეტალურად განვიხილოთ მთელი ამბავი. ეს საოცარია. ასე რომ როგორც კი კენდას ფრიდომი გააძევეს WNBA თამაშიდან, რადგან ჩიკაგოს Sky's მოთამაშემ სცადა მასთან ჩხუბი, მოედმის კიდეზე. და შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ეს იყო სცენა ვინტრასტ არენაში. მას შემდეგ რაც ნატაშა კლაუდმა ჩააგდო ბურთი, მას სურდა რომ მისი ხმა გაეგონათ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საუბრებზე, რომლებიც WNBA-ის გარშემო ტარდება. WNBA-ის გარშემო ტარდება. გულისხმობ, უბრალოდ შეხედეთ თუ როგორია მისი ზომის სხვაობა ამ ქალებთან შედარებით და წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ნორმალურად ან მისაღება ჩაითვალოს, რომ ასეთი ბიჭი მათთან ერთად იასპარეზოს. მაგრამ გოგოებო, ის აქ არ ჩერდება. ეს უკვე მთელ მოვლენად იქცა და როცა ვამბობ მთელ მოვლენად, გულისხმობ, რომ ეს მართლაც მთელ მოვლენად იქცა. აგი, კიდევ ერთხელ აი ღონისძიება, უბრალოდ რომ იცოდეთ. ნატაშა კლაუდი. და შესვენებამდე ეს იყო სცენა ვინტრასტ არენაში. მას შემდეგ რაც ნატაშა კლაუდმა ჩააგდო ბურთი, მას სურდა რომ მისი ხმა გაეგონათ. კარგი, გაბრაზებული, ეს ქალი გაბრაზებულია. და ისინი აშორებენ და პირდაპირ აშორებენ NS თამაშიდან, კარგი? მოიშორეთ ის. ისინი მას აძევებენ. და აი ინტერვიუ, კარგი, რომელიც მან ცოტა ხნის წინ ჩაწერა ამ თემაზე საუბრისას და მინდა ძალიან მკაფიოდ თქვა, NS-ი ამას ყურადღების მისაქცევად არ აკეთებს. ის ამას აკეთებს იმისთვის, რომ დაუდგეს გვევერდი WNBA-ის ქალებს, რომლებსაც უბრალოდ ქალებთან სურთ შეჯიბრება. და ის ძალიან მარტივ აზრს ამბობს. თუ აპირებთ ტრანსქალიებს მისცეთ უფლება WNBA-ში იასპარეზონ, მაშინ საერთოდ რატომ გჭირდება NBA და WNBA ცალ-ცალკე? გააერთიანეთ და ყველანი ერთად ვიასპარეზებთ. ანუ რა განსხვავებაა, არა? და WNBA-ის მართლა არ იცის რა ქნას ამასთან დაკავშირებით. რაც შეიძლება პირდაპირ. რაგისონ კითხვას, რომელზეც მგონია, რომ ამერიკაში ყველას და სინამდვილეში მთელ მსოფლიოში ყველას სურს პასუხი. ქალი ხართ. მომდევნო გაზაფხულზე ჩემს ნიჭას გამოვიყენებ და WNBA-ში შევუერთდები. მაგრამ ამით შენ ქალს წართ მე შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, მათი წესებით თუ მე იმ მოედანზე შევალ და ქალად გამოვაცხადებ თავს, თამაშის უფლება მაქვს და მზად ვარ ვითამაშო. ეს წესები მათ შექმნეს. და მოგწოს ეს თუ არა, ასეა. აჰა, აი ესე. ეს არის ის მომენტი, როცა ტროლავს. მან რეალურად განაცხადა, რომ ეს ტროლინგი არ არის და ეს არის ის მოვლენა, რაც წინ უძღოდა ამას. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა მასით. მაგრამ კიდევ ერთხელ ის უბრალოდ ცდილობს თავისი აზრი დაამტკიცოს, რაც არის ის ფაქტი, რომ თუ ვაცხადებ, რომ ქალი ვარ, ეს არ მახდის ქალად და ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ბიოლოგიური განსხვავებები, ამას ნაკლებად აბსურდულს არ ხდის. არ ვეხები მას. უბრალოდ ვამბობ, გააჯვი. ლიგაში შენ ცუდად იყავი. You were sorry in the league. Sorry, yeah. You were sorry in the league. You were sorry in the league. You ain't even do good in this league. Sorry. You ain't good here. მართლა მჯერა, რომ ეს ალბათ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი პოლიტიკური ტროლის მომენტია. იმიტომ რომ ის რასაც აქ მარტო აკეთებს, ამტკიცებს ყველაფერს, რასაც ანტიტრანს მოძრაობა სპორტში მთელი ამ დროის განმავლობაში ამტკიცებდა. აქ წერს, ყოველთვის ქალების ზულთ სხვა ქალებს. აი მას ეს მაისური აცვია დგას ქალების ტუალეტის წინ თამაშს და ისე აცვია ეს მაისური. აი ეს 2027 წელს WNBA-ის ახალი სახია. ჩემი პირველი მიზანი იქნება, რომ ყველა მოთამაშეს და ყველა მწვრთელს მოუწოდო, რომ ეროვნული ჰიმნის დროს ხელები გულზე დაიდონ და ასე დადგნენ. ეხლა თითქმის დაეწუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მომწონს, რადგან ეს ყველაფერი პატრიოტიზმზეა, ყველას ახსენებს, რომ ჩვენ ამერიკის მხარეს ვართ, გვჯერა ამერიკის, გვჯერა ქალთა სპორტის და მამაკაცთა სპორტის და არ გვჭირდება ყველა იმ იდეოლოგიური გადახრის დაჯერება, რაც უბრალოდ ნორმად იქცა. მაგრამ აი რა არის, არ ვიცი, ჯერ კიდევ არის თუ არა ის NBA-ში, თუ მისი დრო უკვე გავიდა NBA-ში, ალბათ უნდა გავიგო ეს და გავარკვია. მაგრამ ამ კაცმა ბევრი რამ რისკის ქვეშ დააყენა ამით, ბევრი რამ. რა თქმა უნდა, ეს უკვე PR-ის ხრიკად იქცა და ეხლა ის ანტიტრანსპორტული მოძრაობის სახე გახდება. და მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავია, კარგი ამისთვის, იმსახურებს ამას, მან მართლაც ბევრი რამ გააკეთა. მაგრამ ამავე დროს ეს შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ ყველა ჯგუფი, რომელსაც პოლიტიზაციის ეშინია, მასთან არანაირ კავშირს აღარ დაამყარებს, არც ბრენდებთან თანამშრომლობით, არც თამაშებით.
არ ვიცი, შეძლებს თუ არა ოდესმე NBA-ში დაბრუნებას ამის შემდეგ თუ მიიღებენ მას, ეს გაურკვეველია. და მან გადაწყვიტა ბოლომდე დაიცვას ქალები და ეს ძალიან მომწონს. მიყვარს, როცა კაცი ქალების უფლებებს იცავს, რადგან სწორედ ეს კაცები, არა ის არამედ სხვები, ამტკიცებენ, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც ცდილობენ ქალებისგან ეს უფლებები წაართვან. და საბოლოო ჯამში მათ სცადეს, რომ მთელი ტრანსქალი მოძრაობა ტრანს უფლებებზე გადაეტანათ, მაგრამ ეს მთლიანად და პირდაპირ არ ღვევს ქალების უფლებებს. და სწორედ კაცებს შეუძლიათ და უნდა დაიცვან ქალების უფლებები, ისევე როგორც ქალებს, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან ლამაზია, როცა კაცები ამბობენ, ვიცით რომ ჩვენი საქმეა ამ ქალების დაცვა. ჩვენ კარგები ვართ ჩვენ სპორტში, ისინი კარგები არიან თავიანთ სპორტში. მივცეთ ამის უფლება, მოდი უბრალოდ დავიცვათ ისინი და ის ამ საქმეში ძალიან ბევრს აკეთებს, ანუ შეხედეთ ამას. ეხლა ძალიან ყურადღებით მომისმინეთ. ჯერჯერობით მე ვესაუბრე 2 ყოფილ NBA-ის მოთამაშეს, 3 G-ლიგის მოთამაშეს და 3 ევროპელ მოთამაშეს. ყველამ თქვა, რომ თუ WNBA წესებს არ შეცვლის, მზად ვართ შევუერთდეთ ამ მოძრაობას და ვფიქრობთ, გამოვაცხადოთ თავი ქალად და ჩვენი სახელები შევიტანოთ. 2027 წლის WNBA-ის დრაფტში. მომისმინეთ, NBA G-ლიგა მოთამაშეებს წლიურად $45,000 უხდის. მაშინ როცა WNBA-ის ტოპ მოთამაშეები 1.4 მილიონს იღებენ. ამ მამაკაცებს შეუძლიათ დამატებით $1,355,000 გამოიმუშაონ წელიწადში, მხოლოდ იმით, რომ თავს ქალად დამოაცხადებენ. წესებია. ის არ მებდება, ეს მამაკაცი არ ნებდება. შეიძლება თქვენ შექმენით მოძრაობის დასაწყისი. სხვა ადამიანებიც შეიძლება თქვენს მაგალითს გახვნეთ. რა არის თქვენი რჩევა? იცით, კარგია, რომ მე უდგავარ სათავეში, მაგრამ მინდა ერთი რამ ძალიან ნათლად ვთქვა. მე ვფიქრობ, რომ ის, რისთვისაც მე ვდგავარ და რისთვისაც ჩემი კამპანია იბრძვის, განსხვავებულია იმისგან, რასაც სხვა ნებისმიერი მოთამაშე აკეთებს. როგორც უკვე ვთქვი, მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ელიმე ჯგუფს ან პირად გადაწყვეტილებებს დავცინო, გავამასხარაო ან უპატივცემულოდ მოვექცე. ის, რასაც მე ვაკეთებ, უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ ყურადღების მიქცევა ან კლიკების მიღება მეშება. არ მინდა, რომ ეს ყველაფერი სიცილის და მასხარაობის საგნად გადაიქცეს. მინდა, რომ ხალხმა ჩვენი გზავნილი სერიოზულად მიიღოს. ამიტომ მინდა ერთი რამ ძალიან ნათლად ვთქვა. მე არ ვარ დაკავშირებული არც ერთ სხვა მოთამაშესთან, ან იმასთან, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გზავნილი უფრო სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. კარგი. ანუ ის ნამდვილად არ იხევს უკან და აქ წერს, მაქვს იდეა, რატომ არ გავაერთიანოთ NBA და WNBA? თუ ბიოლოგიას აღარ აქვს მნიშვნელობა, მაშინ საერთოდ რატომ არსებობს ცალკე ლიგები? წესებია. ყოველი გენერალური მენეჯერი WNBA-ის კომისარი, ყველა გენერალურ მენეჯერს უგზავნის შეტყობინებას. და ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ რა არის ქალი. და ისინი ამ კვირაში სინამდვილეში შეხვედრას მართავენ. ეს უკვე 30 წელია გრძელდება. წელი. ასე რომ დაფიქრდით, რამდენად უპატივცემულოა. ეს განცხადება ყველა იმ მოთამაშის მიმართ, ვინც ამ ლიგის ისტორიაში რეალურად თამაშობდა. ასე რომ თუ ისინი ვერ განსაზღვრავენ რა არის ქალი. გულისხმობ, თუ ისინი ვერ განსაზღვრავენ ამას, ისინი მართალნი არიან. შენ ყავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რადგან მან არ იცოდა რა იყო ეს. სხვათა შორის ეს შესანიშნავი ინტერვიუა, ყველას ძალიან გირჩევს მის მოსმენას. ეს არის NSC სხვათა შორის. ის წერს, WNBA-ში გადასვლა დაიწყოს. თავისუფლება მითამაშოს. გულისხმობ, ეს არ არის ის ტიპის მამაკაცი, ვისთანაც ხალხს სურს კონკურენცია. და კიდევ ერთხელ, აი ის აცხადებს მონაწილეობას WNBA-ის დრაფტში. ხო, ეხლა უკვე ოფიციალურად მე ეხლა ხან გამოაცხადე მონაწილეობა 2027 წლის აპრილში WNBA-ის დრაფტში. შემომიერთით ამ გზაზე. ქალებში ინვესტიცია ჩადეთ, გადაუხადეთ ქალებს, დაიქირავეთ ქალები. ლინუს კანტორ ფრიდომმა გადაწყვიტა, რომ ის WNBA-ში WNBA ამჟამად არ გძალავს მამაკაცებს, რომლებიც თავს ქალებად მიიჩნევენ, რომ ითამაშონ ლიგაში. ის უპრობლემოდ დომინირებდა WNBA-ში. WNBA-ის ისტორიაში ნომერ პირველი პერსპექტიული მოთამაშე. ის არ ხუმრობს ბიჭებო. ის ისევ არ ხუმრობს. აი აქ მას ღონისძიებიდან აცილებენ, რადგან ქალები გაბრაზდნენ მასზე. ნახეთ რა მაღალია ის. ნახეთ რა უზარმაზარია. ის მართლა საოცარი ადამიანია, რომ ამას აკეთებს. მან ყველაფერი რისკზე დააყენა. მე მთლიანად უჭერ მხარს. აი სრული ინტერვიუ, შეგიძლიათ ნახოთ. აბსაუბრობ იმაზე, რომ ის ქალებს იცავს. და უნდა ვთქვა, რომ თუ მართლა ითამაშებს WNBA-ში, ეს სრულიად შეცვლის თამაშს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, არა მხოლოდ მაყურებლების რაოდენობა, არამედ წარმოიდგინეთ ის და სოფი კანინგემი ერთად თამაშს და თავიანთი მეტოქეების წინააღმდეგ. ეს ყველაფერს გაანადგურებს და როგორც ის ამბობს, ეს სამარცხვინოა და ამცირებს ყველა იმ ქალს, ვინც ოდესმე უთამაშია. WNBA-საც კი იცის, რას ნიშნავს ქალი. მართლა ხალხო, გონს მოდით.
ეს არ არის კაცი, რომელიც თავს ქალად მიიჩნევს. აი ასეა, წერტილი. მარტივი, ცხადი, არაფერი არ რთული. თუ ტრანს ადამიანების უფლებები ასე ძალიან გაღელვებთ, მაშინ შექმნით ტრანს ლიგა და მიეცით საშუალება იქ ითამაშონ. არ ვიცი, ვინმე უყურებს თუ არა ამას და ალბათ ფინანსურადაც კარგი გადაწყვეტილება არ იქნება, მაგრამ ვინ იცის. მიეცით მათ არსებობის უფლება, მაგრამ ნუ გაანადგურებთ ქალების უფლებებს თქვენი woke იდეოლოგიების გამო. და ენისი მთლიანად ჩართულია ამაში. მადლობა ყურადღებისთვის.